დღეს ვამბობდი რომ ორი რაღაცა არ მინდოდა რა ცხოვრებაში მეკეთებინა პირველი რომ საჯაროდ მელაპარაკა რაღაც ტელესივრცეში და მეორე მეწერა დოკუმენტები და ორივეს ვაკეთებ ამჟამად. ამიტომ შევეცდები რომ ჩვენი საუბარი დღეს არ იყოს რაღაცა ფორმალური, ვიცი რომ ძალიან გვიხარია ერთმანეთის ნახვა აქ. მე ძალიან ძიმე იყო ჩემთვის ხუთშაბათი დღე. და ძლივს მოვედი სამშაბათამდე, გასული ვიყავი ქალაქიდან და სამშაბათიდან შემოგიერთდით და სულ ფიქრობდი, რომ ეს განცდა რას შეიძლება გავაიგივო, რომ ძალიან მეჩქარებოდათ თქვენთან და აქ. და გავიხსენე 2008 წელს, როდესაც პატარა ბავშვით, როცა რუსეთი შემოიჭრა, ვიყავი ჩუმათელეთში. და მქონდა ერთი სული რამე ტრანსპორტი მეშოვა რომ თბილისში ჩამოსულიყავი რომ ჩემ სახლში და ჩემ ქალაქში ყოფილიყავი და ვფიქრობდი ნეტა რა გრძნობენ ამ დროს დევნილები რომლებიც ვერაფრით ვერ დაბრუნდნენ თავის სახლებში. აი ამდენი წლის მერე ზუსტად ეს განცდა მქონდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ველოდებოდით რაღაცა ვემზადებოდით ერთმანეთს ვამზადებდით ამ დღისთვის ხუთშაბათი დღე მქონდა ზუსტად ისეთი დღე, აი ერთი სული მქონდა რომ აქ ჩამოსულიყავ და სხვა შორის 2008-შიც მერე როდესაც დავარქვათ ყველაფერს თავის სახელები ჩვენი მტერი თბილისისკენ წამოვიდა, ჩემი ოჯახი არ გასულა ქალაქიდან, იმიტომ რომ იმდენად ჩემთვის ძვირფასი იყო რომ აი ჩემ სახლამდე ჩამოვაღწია და არაფრით არ დავთმობ. რაღაცნაირად ეხლანდელი სიტუაცია ზუსტად გაიგივებული იყო ჩემ ფსიქიკაში ამასთან, რომ აი ჩემ საკუთარ სახლს მართმევენ და მეც შორს ვარ და აი ერთი სული მქონდა და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, თანამშრომელს, სტუდენტს, ლექტორს, ვინც ეს დღეები ჩემს გარეშე, ჩემი უნივერსიტეტის გვერდზე იტეკით. ჩვენი საერთო უნივერსიტეტის. დღევანდელი დღე ასე მერგო პატივი რომ დღევანდელ დღეს არის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. 21 წელს გარდაიცვალა. მართალია მე სხვა დარგს წარმოვადგენ, მაგრამ იდეალები რაც მას ჰქონდა და რასაც რისთვისაც იბრძოდა, ჩვენ ისევ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ ახალ თაობას ჰქონდეს ღირსეული მომავალი და ამ ღირსეული მომავლის აუცილებელი კომპონენტი არის ღირსეული და თავისუფალი განათლება. ძალიან სამწუხარო რომ ამდენი წლის მერე 100 მეტი წელი გავიდა, 100 წელზე მეტი გავიდა, ჩვენ მაინც ვდგავართ იგივე პრობლემის წინაშე და ხშირად ჩვენ არ ვამბობთ სახელს, რაც ამ პლაკატზე წერია, მაგრამ მტერი იგივე ყავს. ერთადერთი გამოსავალი ალბათ ამ ყველაფრიდან რაღაცა გაკვეთილის გამოტანა. მე სულ ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგი ვარ, რომ ისტორიას ადამიანი სწავლობს არა იმისთვის, რომ უბრალოდ დაიზეპიროს თარიღები, არამედ იმისთვის, რომ გამოიტანოს დასკვნები. იმისთვის, რომ ადამიანმა დასკვნები გამოიტანოს, მან სულ სხვა განათლების სისტემაში უნდა გაიაროს. ეს არ არის აუცილებლად ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ოქსფორდი, ჰარვარდი და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც მე ამოვიკითხე ჩვენი სტუდენტების პოსტებში. ამ დღეებში იმდენი ჩვენი სტუდენტის და კურსდამთავრებულის პოსტი წავიკითხე, სადაც ისინი მადლობლები არიან, რომ ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას, თავისუფალი აზროვნების განვითარების, სწორი ეთიკას ვუნერგავთ, რომ იმედი მომეცა, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიბრძოლეთ, ტყუილად არ გვიბრძოლია და არ ჩაულია ტყუილად. სამწუხაროდ სულ ვამბობ, რომ არასოდეს არ წერ წინასწარ ჩემს სპიჩს და ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ, ამ დღეებში და მანამდეც იმდენი ვილაპარაკეთ განათლების რეფორმაზე, სულ მეშინია არ გამეორდა, მაგრამ მაინც გავიმეორებ რაღაცას, რაც ჩემი პირადი მოსაზრებაა. იმ თაობამ, რომლებმაც გამოვიარათ 90-იანები, პატარა თაობას კი მოვაბეზრეთ ამით თავი, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაგვხდა ძალიან ცუდი მდგომარეობა, იმიტომ რომ იყო მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც ეკუთვნოდა გარკვეული უნივერსიტეტები და იყო უნივერსიტეტი, ერთი ან რამდენიმე, სადაც ხდებოდა მხოლოდ სწავლება.
აი ეს სეპარაცია კვლევის და სწავლების მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ რეალურად როცა მე მოვდიოდი ჩემ ლექტორთან, მას არც საშუალება ჰქონდა კვლევა ჩაეტარებინა, არც რაღაც ახალი ცოდნა მიეღო და თავისი ფუნქცია ჰქონდა, რომ აი სახელმძღვანელოში რაც წერია, ის აეხსნა ჩემთვის. მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ 90-იან წლებში სხვანაირად ვერ დავდგები და ზოგ-ზოგერთისგან განსხვავებით ვერ ვიტყვი, რომ აქ არაფერი არ მისწავლია და აი როცა წავედი, მაშინ გავიგე რა არის. მე ვთვლი, რომ იმ პირობებში რაც შეეძლო ჩვენი ლექტორები იმას აკეთებდნენ. არც მათ მოსწონდათ ეს სისტემა და შესაბამისად მე უფრო მეტწილად ვიდრე უნივერსიტეტში ვხედავდი მეცნიერებას კვლევით ინსტიტუტებში. იქაც საშინაო მდგომარეობაში რეაქტივებს, აი ვაშინებთ ხოლმე ჩვენ სტუდენტებს, რომ ერთჯერად რაღაცებს ხარშავდით, იმიტომ რომ ვერ ყიდულობდით ერთჯერად სინჯარებს და ასე შემდეგ. გამოვიარეთ მძიმე პერიოდი. ძალიან მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც მე მაშინ მასწავლა პირველი ნაბიჯები გაატარა. ერთ-ერთი ადამიანი აქაც დგას და კიდევ ბევრი ჩემი კოლეგა ვინც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ ჩვენ ეს გზა გამოვიარეთ. ამ გზაში რაც მოგწონდა, ვცდილობდით რომ ეს შეგვინარჩუნებინა და უცებ ჰორიზონტზე გაჩნდა ეს უნივერსიტეტი, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ის რაც მოგწონდა კვლევაში, ის რასაც თვლიდით, რომ არის საჭირო და გამოადგება ქვეყანას და მეცნიერებას, ის შეგვენარჩუნებინა და რაც ყველაზე მთავარია, ეს ცოდნა გადაგვეცა ახალი თაობისთვის. მე როცა პოსტს წერ ან ხშირად სტუდენტებს ველაპარაკები, სულ ვამბობ, რომ ეს უნივერსიტეტი იმიტომ არის ძალიან ძვირფასი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვასწავლით, არამედ ძალიან ბევრს სწავლობთ. ამ დღეებში ბევრი ვიფიქრეთ, აი ძალიან არ მომწონს ეს სიტყვა პროფილური ინსტიტუტი, პროფილური უნივერსიტეტი. მე მინდა მადლობა გადაუხადო აბსოლუტურად ყველა ჩვენ კოლეგას. სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ბევრი ვიკამათია შეიძლება ამ დარგის სპეციალისტებთან რაღაცაზე განათლების სკოლას და ვისთან მქონია შეხება, იმიტომ რომ ჩვენ მოვედით ამ უნივერსიტეტში ხალხი, რომელიც მივიღეთ სტანდარტული განათლება და თქვენთვის ახალი თაობისთვის ვცდილობთ მოგიმზადოთ თანამედროვე განათლება. ძალიან ბევრს ფიქრობთ ხოლმე, რომ აი თქვენი აღქმიდან გამომდინარე რა იქნება უფრო საინტერესო. მერწმუნეთ, რომ აი ხლა თამამად შემიძლია თქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის მაგალითზე, რომ ეხლა თქვენი კურიკულუმები, თქვენი პროგრამები არის ყველაზე თანამედროვე საქართველოს ბაზარზე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენია, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. ყოველ დღე ეს არის ისეთი მეცნიერება, არის დარგი, რომელიც ვითარდება ყოველ დღე. თქვენ გაქვთ ის ფუფუნება, რომელიც ბევრჯერ არის დათვლილი და დადასტურებული, რომ ლექტორად ყავდეთ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად სulis თავის აზრს, არს მიარგულისმო პრინციპებს, არამედ კითხულობს ახალ პუბლიკაციას და იმ სასწავლო მასალას გაწვდით სხვანაირად. ამის ფუფუნება ძალიან ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს. ძალიან ბევრ სტუდენტს არ აქვს და ჩვენ ამ ფუფუნებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ თქვენ გაქვთ საშუალება შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ქმნიან ახალ ცოდნას და შეუძლიათ ამ ახალი ცოდნის შექმნის მონაწილეები გაგხადონ თქვენ. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ თითოეული თქვენგანის წარმატებით და ალბათ ეს იყო ის ძირითადი წინაპირობა, რატომაც გახადა ჩვენი ფაკულტეტი და მე ჩემ ფაკულტეტის მაგალითზე ვამბობ, ვთვლი პირადად, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერი რეგიონში. იმიტომ კი არა, რომ მარტო პუბლიკაცია. კარგად შეხედეთ, ერთხელ პოლონეთში მთხოვეს გააკეთე მოხსენება, რატომ ხართ ესეთი წარმატებულები რაღაც ერთ კონკრეტულ სფეროში და დავჯექი და ვფიქრობდი, აი რა არის ეს გასაღები ჯადოსნური, რომ უნივერსიტეტი, რომელიც მაშინ 20 წლისაც არ იყო, გახდა ესეთი წარმატებული და დავიწყე ჩამოთვლა და მინდა გითხრა, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი სტუდენტზე ორიენტირებული, პერსონალზე ორიენტირებული ადმინისტრაცია ყავს, რომელიც ასევე მათ გარეშე არაფერი არ მოხდებოდა, ხო? რომ ყვები ხოლმე, რომ აი მას ეს სამსახური გვიკეთებს იმას, ამას, ეს ძალიან დიდი კომფორტია ადამიანისთვის, რომ მან აკეთოს თავისი საქმე.
მეორე არის ის, რომ ახალგაზრდა მკვლევარები და ახალგაზრდა მეცნიერები გვყავს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ ახლა ხანს უყურებდი სიუჟეტს რუსეთის მეცნიერებაზე და ისე გული დამწყდა, ვიღაცას გადაუზიარე კიდევაც, რომ ეს მომავალი უკან დაბრუნება ხო არ გველოდება, როცა მეცნიერების დარგები მთლიანად გამოცლილია ახალგაზრდებისგან. ყველამ ვთქვათ, რომ მეცნიერი არ არის პრესტიჟული, ასე ვთქვათ, ხო? არ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან დიდ ფულს შეულობს ადამიანი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები აბიტურიენტებს. ეს არის ის დარგი, სადაც არასოდეს არ მოგვეზრდება შენი სამსახური. აი შეიძლება ძალიან ბევრი მინუსი გქონდეს, მაგრამ ის, რომ ის შენი სამსახური ყოველთვის ახალია, ეს ძალიან მერწმუნედ, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აი ამ ახალი თაობისთვის. იმიტომ რომ ის, რასაც ესენი აკეთებენ, რომ რუტინული არ გახდეს მათი ყოველდღიური ცხოვრება, აი ქალბატონ ჯანა ალბათ და ფსიქოლოგები ყველაზე მეტად ამემოწმებიან, რომ შენი საქმე უნდა განიჭებდეს სიამოვნებას. სხვანაირად ჩემ პროფესიონალი ვერ დადგებით. ჩვენ ცოტა სხვანაირად ხვდები, რომ ენდორფინებს თუ არ გამოყოფ ბოლოში და ამაზე მიჯაჭვილი თუ არ ხდები, ხო, შენ პროფესიონალი ვერ გახდები. ამიტომ ყველაზე მეტად რაც ამ მოვლენებში მე ასე ვთქვათ ფსიქიკურ ზიანს მაყენებს არის ის, რომ პროფესიონალიზმი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ასწავლის თავის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს, თითოეულ ადამიანს ადმინისტრაციაში, ხო? აი ეს პროფესიონალიზმი არ ფასდება და ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი შემდეგი თაობისთვის. გავიხსენოთ ყველამ ჩვენი 90-იანები. მაშინაც გამოვიარეთ, ასე ვაწყნარებ, ვინც არიან აქ ჩემი სტუდენტები, კი იციან, როცა დეპრესია ეწყება, სულ ვუხსნით, რომ ჩვენ ერთხელ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ყველაფერი არ დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავტყდეთ. ძალიან ცუდი მაგალითია იმისა, როდესაც ის ღირებულებები, რასაც ჩვენ ვაძლევთ და მოდით შევთანხმდეთ, რომ პროფესიონალიზმი არ არის მხოლოდ ცოდნა. პროფესიონალიზმი არის ეთიკა, პროფესიონალიზმი არის ღირებულება და შესაბამისად, როდესაც ახალგაზრდა თაობას აძლევ მაგალითს, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, ისე როგორც ეხლა გვექცევიან. ეს არის ბიძგი იქითკენ, რომ შენ ქვეყანაში პროფესიონალიზმი არასოდეს არ დაფასდება და შენ ქვეყანას არ ჭირდები. მინდა უთხრა ჩემ სტუდენტებს, ჩემ კურსდამთავრებულს, ვისაც აქ ვხედავ, ქვეყანას ჭირდებით. შეიძლება არ ჭირდებით გარკვეულ სამთავრობო სტრუქტურებს, მაგრამ ქვეყანას ჭირდებით, ჩვენ გვჭირდებით და თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე, რომელთაც მართლა თითოეულს რო ვკითხულობ, ზოგი წავიდა უკვე ევროპაში, ზოგი აქ საქმიანობს, აბსოლუტურად ყველა სტუდენტი თვამაყობ და ხშირად გვისაუბრია კიდევ იმაზე, რომ აი გვიჭირდა ხო კონტინგენტი, ხანდახან მოდიოდა სტუდენტი ისეთი სკოლიდან, რომ აი გვიწევდა ზედმეტი მუშაობა, არ ვიყავით ესეთი ფუფუნებაში არ ვიყავით როგორც ზოგიერთი უნივერსიტეტი, რომ აი მხოლოდ ტოპ, მაგრამ აი თითოეული სტუდენტის გზა რომ მახსოვს და მახსოვს როგორ სტუდენტებს მივეცით შანსი რომ შემდგარიყვნენ როგორც პროფესიონალები და ეხლა რომ გადავავლებ თვალს ან სოციალურ ქსელს ან მოსულ მეილებს, ხარდაჭერის მეილებს, ნამდვილად ხვდები რისთვის შეიქმნა ეს უნივერსიტეტი. მარტო კვლევისთვის არა, იმისთვის რომ აი მარო მაყაშვილის ნაირი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის გვეთქვა რომ კი, შენ გაქვს შანსი. შენ არასოდეს არ უნდა იყო რაღაცა ჩარჩოში. ვინც იცნობს ჩვენ სტუდენტებს ყველაზე მეტად რასაც გთხოვთ, აი ყველაზე მეტად მწყინს, როდესაც ცუდად მოიხსენიებენ ჩვენ სტუდენტებს. აი ამაზე შემიძლია ადამიანს არ ვიცი, ზოგადად საკმაოდ ეთიკური ადამიანი ვარ, მაგრამ საკმაოდ ცუდად მოვექცე, იმიტომ რომ არავის არ დავუთმობ ჩვენ სტუდენტებს. ჩვენი სტუდენტები არის ჩვენი სიმდიდრე და მიუხედავად ამისა, რომ ყველა მიცის, რომ ყველას შეუძლია მოვიდეს, აქეთ მოითხოვოს, აქეთ მედავოს, აქეთ დამიმტკიცოს, ამ დროს ადახარ აქეთ იპოვოს შეცდომა, ხო ესია სახეობის დასახელებაში და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი საქართველოსთვის, რომ ასეთ თაობას ვზრდით. ეხლა რადგან მაინც წარმოადგენს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მინდა გადავიდე იმაზე თუ რა გააკეთა ამ უნივერსიტეტმა საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების და მედიცინის კუთხით. რაც შეიძლება ბევრმა არ იცის, აქ ვინც დგას, ალბათ უმრავლესობა მიცის, მაგრამ მინდა გავიხსენო, მე ამ უნივერსიტეტში მოვედი 2008-ში. აქ არიან კოლეგები, რომლებიც დასაწყისიდან, აგერ მაგალითად ქალბატონ ლალი არის ამ უნივერსიტეტის წევრი და სულ პირველი დღეებიდან გვახსოვს, საიდან რას გვნიდით. პირველად დ კორპუსში, აი, ეხლა რო არ უყვართ სტუდენტებს იქ ლექციები რო აქვთ, დ კორპუსში იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ლალის ახსოვს ყველაზე კარგად ალბათ აქ მდგომებისგან და რისგან რას ვაკეთებდით? ქიმიის ლაბორატორია პირველად რომ ორგანიზეთ რა გამოვიარა და ეხლა რომ ვახსენებ, რის საშუალება აქვს ეხლა სტუდენტს და რა გავაკეთებ. დავანებო თავი პუბლიკაციების რაოდენობას, რომელიც ბევრს არ ესმის. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რა გავუკეთეთ ამ ქვეყანას. ქვეყანა გამოვაჩინეთ საერთაშორისო ასპარესზე ისეთ დარგებში, რომელიც ერთხელ სამეცნიერო ფონდს ყავდა ექსპერტი ჩამოყვანილი და ის ამბობდა, რომ რადგინდათ ეს მოლეკულური ბიოლოგია და ეს ბიოქიმია, ესენი ხო ძალიან ძვირად ღირებული დარგებია და თქვენაირ ქვეყანას ამას შეეჭიდება. აი ამ უნივერსიტეტმა თავისი მხარდაჭერით გააკეთა ის, რომ ჩვენ გამოვჩდით ასპარესზე. თუ კი ამ რეფორმაში რაც წერია რესურსების ოპტიმალური გამოყენება, თუ კი არსებობს ამ ქვეყანაში რამე რესურსების ოპტიმალური გამოყენება, არის ამ უნივერსიტეტის მაგალითზე შეუძლია შეისწავლოს. თუ კი არსებობს რაიმე research excellence-ის, ასე ვთქვათ, მექანიზმი, მე ნათქვამი მაქვს მინისტრის მოადგილისთვისაც, რომ პირველ რიგში ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე უნდა ისწავლოს, საიდან დავიწყებთ, რა ვაკეთეთ და ეხლა გვაქვს თანამედროვე, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება სოფლიოში საუკეთესო ასეთი ამბიციები არა გვაქვს, მე ყოველთვის ჩემი ბენჩმარკები მაქვს, მაგრამ გვაქვს უნივერსიტეტი, რომელიც აი ამ უმცირესი დაფინანსების პირობებში ახერხებს იმას, რომ სხვა ბევრ წარმატებასთან ერთად, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ, აი ეხლა ხანს გავიგეთ ბატონ დავით იაქარიოთიაშვილი და ქალბატონ ირმა, რომ აიღო ჰორაიზონის გრანტი. დღეს გადაწყდა ეს ამბავი, 158 კანდიდატი პროექტიდან დაფინანსდა ევროპის მასშტაბით სულ 4 და იმ 4-დან 1 არის პროექტი, რომლის წევრია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს ამავე დროს, რა ვიცი, ბატონ დავით გამიბრაზდება, თორე ვიტყოდი, რომ NIH-ის გამორჩეული უცხოელი მკვლევარის ჯილდოც აიღო 2025 წლის ბოლოს. ამ ქვეყანას ამ უნივერსიტეტმა ქვეყანას მისცა სამეცნიერო რეპუტაცია. მისცა ის, რაც საქართველოს დღეს ვაანალიზებდი, არასოდეს არ ქონდა, იმიტომ რომ საბუნების მეტყველო დარგებში რაც კი წარმოტება იყო, ეწერებოდა საბჭოთა კავშირს. ანუ საბჭოთა კავშირს ქონდა სამეცნიერო რეპუტაცია. დამოუკიდებელი საქართველოს სამეცნიერო რეპუტაციისთვის ჩვენ დარგებში ეს არის სიცოცხლის შემსწავლელი, ბიომედიცინა, ამ შემთხვევაში დედამიწის შემთხვევა, Earth and Planetary Science და ასე შემდეგ. რეპუტაცია მისცა ამ უნივერსიტეტმა. ამიტომ ქალბატონო ნინა 100 რეიტინგი მოუძებნეს იქ, მაგრამ Times-ის რეიტინგში, მაგალითად Life Science-ში არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, არის ეს უნივერსიტეტი. ამას ვერსად ვერ გადაუხვევ. ამ უნივერსიტეტმა მოგცა საშუალება, რომ ჩვენ თამამად შევთავაზოთ კოლაბორაცია ნებისმიერ ევროპულ უნივერსიტეტს. და რაც ყველაზე სასიხარულოა, ამ ევროპულმა უნივერსიტეტებმა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უკვე ეძახის, რომ სულ მეშინია, რომ რამე არ შემეშალოს საბუთებში, აქეთ გვთავაზობენ კოლაბორაციას და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სანდოობის მაჩვენებელზე, ეხლა როგორიც აქვს ჩვენ უნივერსიტეტს სანდოობის და ქვეყნის ზოგადად სანდოობის სამეცნიერო კუთხით რეპუტაცია, ასეთი რეპუტაცია ჩვენ არ გვქონია. ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, მადლობა ჩვენ უნივერსიტეტს და თითოეულ წევრს ადმინისტრაციაში, როცა პირველად ვაკეთებდით ორმაგი ხარისხის მინიჭებას. მე მახსოვს სულ პირველი ეკოლოგიის პროგრამაზე გენტის უნივერსიტეტმა რო შემოგთავაზა, ეს იყო ისეთი მიღწევა, რომ აი გენტის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხით. ეხლა უკვე შეგვიძლია თამამად ჩამოთვალოთ, რამდენ ევროპულ უნივერსიტეტთან გვაქვს ორმაგი ხარისხი, რამდენს გვთავაზობს ოსლოს უნივერსიტეტი,
გვთავაზობს კელნის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი უნივერსიტეტი გვთავაზობს ეს არის მონოპოლარი. ეს არის მონოპოლარი, რომლის დათმობა არ შეიძლება, იმიტომ კი არა რომ მესმის ახლა გარედან ალბათ ჩანს რომ ვიღაცა თავის ხელფას უფრთხილდება. ხელფას არა, ჩვენ ამ რეპუტაციისთვის ვიბრძოლეთ ეს წლები. ვიბრძოლეთ რომ თამამად აი მაგალითად მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე ჰალეს უნივერსიტეტი გვთავაზობს ორმაგი ხარისხის მინიჭება სადოქტორო საფეხურზე. და ეს ხდება იმდენად ორგანულად, რომ ერთმანეთს რო გადავხედავთ ის ხალხი რო გვახსოვს რითიც ვიწყებდით, ეს გვიხარია და ეს გვახარებს რომ ჩვენ ეს მოვიპოვეთ. ჩვენ ვართ კოსტის წევრები, მე მგონი ჩვენი ფაკულტეტი 4 კონსორციუმის წევრია, ჯერ მარტო და უნივერსიტეტის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი. კიდევ 2 ჰორაიზონის პროექტის პასუხს ველოდებით. ძალიან ბევრი ერასმუსი და ეს ყველაფერი არავინ არ თქვას რომ უშრომელად მოვიდა. ისეთ პროგრამას თავაზობთ ახლა სტუდენტებს თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ რას გვაკარგვინებს ახლა ეს რეფორმა თუ ის ესე გატარდა როგორც არის ჩაფიქრებული. შეხედეთ ამ ფაკულტეტზე ამჟამად საბაკალავრო პროგრამებთან ერთად ხორციელდება უნიკალური სამაგისტრო პროგრამები. ჯერ დავიწყოთ საბაკალავროზე აი ასეთ უნივერსიტეტს რომელიც პირველ ადგილზე არის life science-ში ეუბნებიან რომ ბიოლოგიის მასწავლებელი უნდა მოამზადოთ. ძალიან საჭიროა ბიოლოგიის მასწავლებელი, მე ნამდვილად არ ვაკმინებ და 20 სტუდენტის ადგილის კვოტად, მაგრამ ის რაც წერია რომ კვლევის და სწავლების ინტეგრირება არის ამ დოკუმენტის მიზანი, ფაქტიურად ისევ და ისევ იშლება. ანუ კვლევა სხვაგან ხდება და ბიოლოგიის ბაკალავრი დიდი კვოტით თქვათ არგებენ სხვა უნივერსიტეტს. შემდეგ არის ეკოლოგიის პროგრამა. თუ კი ამ ქვეყანას ასე ვთქვათ, რამე მოუტანა ყველაზე დიდი პოპულარიზაცია არის ჩვენი უნიკალური ბუნება. და ამაზე სულ მიდის ლაპარაკი, რომ აი თუ ჩვენ გვინდა ტურიზმი, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ყავს პოტენციალი რომ სწორად შეისწავლოს ბუნების მრავალფეროვნება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ეხლა შეხედეთ კარგად, ვინც არ იცის ეს დარგი, მეც პირველად რო შევეჯახე და მითხრეს, კავკასი არის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, რა ცხელი წერტილი პოლიტიკიდან სხვა რაღაცა ვიცოდი და შეხედეთ ცხელი წერტილი ნიშნავს, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ენდემური სახეობა, რაც ეკოლოგები აქ არიან თუ რამე შემისწორებენ. რაც მეტყველებს ეკოსისტემის მდგრადობას. ანუ თუ ჩვენი გარემო გადაურჩა, რადგან ესეთი მრავალფეროვნებაა, გადაურჩა გამყინვარებებს და ბევრ კლიმატის ცვლილებას, მსოფლიო მზად არის შეისწავლოს ეს ჩვენი ბიომრავალფეროვნება, ქეთი ნუ მიყურებ ეგრეა თუ რამე არასწორად თქვი და ძალიან დიდი ინტერესია. ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც გერმანიის მეცნიერების და განათლების სამინისტრომ რამდენიმე მილიონიანი გრანტი გამოუყო იმისთვის, რომ მან შეისწავლოს ბიომრავალფეროვნება მოლეკულურ გენეტიკურ დონეზე. ანუ თანამედროვე მაგას გეხსნით, თქვენი პროგრამები, სტუდენტები ვინც ხართ, იმით განსხვავდება, რომ თქვენი ბიომრავალფეროვნება არ არის ის, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ. ეს არის თანამედროვე მეცნიერება. თქვენი ბიოლოგიის კურიკულუმი არ არის ის ბიოლოგიის კურიკულუმი და ჩვენ არ დავთმობთ იმას, რასაც ჩვენ გვასწავლეთ. ეს არის თანამედროვე მეცნიერება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებული იყოს თანამედროვე მეცნიერი, რომელიც ადვილად დასაქმდება და სხვაგან გააგრძელებს სწავლას. აი ასეთ უნივერსიტეტს, რომელმაც ბიომრავალფეროვნება შეიტანა ესეთი წვლილი, რომელსაც ეკუთვნის ბოტანიკის და ზოოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც შეინარჩუნა თავისი ძალებით, მინდა გითხრათ, რომ რაღაცა პერიოდი შემოერთებულ ინსტიტუტებს საერთოდ არ ჰქონდა დაფინანსება და უნივერსიტეტმა გადაარჩინა, რომელსაც აქვს ჰერბარიუმი, რომლის გაციფროვება კეთი ხო ესეა, ეხლაც მიმდინარეობს, რომელსაც აქვს უძველესი ზოოლოგიური კოლექცია. აი ასეთ უნივერსიტეტს ეუბნებიან, რომ შენ რატო უნდა ასწავლო? შენ არ უნდა ასწავლო. რა ვიცი, კი გააქვს ახლა ყველაფერში ხარ წარმატებული, მაგრამ შენ არ უნდა ასწავლო. ეს არის ტრაგედია და ტრაგედია არა იმ ადამიანისთვის, ვინც ეს უნარები და ცოდნა უკვე შეიძინა. ტრაგედია არის მომავალთა.
როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე, ჩვენ ფაკულტეტზე არის ეკოლოგიის უკვე ვახსენე ძლიერი მხარე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ და ძალიან ბევრი რაღაც არის გაკეთებული. ვინმეს თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ და ნახოთ რა მხელა წარმატებებია. არის ბუნების დაცვის და მეტყევეობის პროგრამა, უნიკალური ბუნებათსარგებლობის მაგისტრს მარტო ჩვენ ვაძლევთ და თან ყველაზე სასაცილოა, რომ თვითონვე სამინისტრო, თვითონვე სამთავრობო სტრუქტურები, ილია აქ დგას, ყველა პროექტს თითქმის ანდობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გულს. ეს არის მონიტორინგის გეგმის შემუშავებები, ეს არის თვითონ ინვენტარიზაციის სამუშაოები, ეს არის წითელი ნუსხის განახლება. ხშირად კომისიაში თუ 9 წევრია სამთავრობო დონეზე, იქიდან 8 არის ილია-უნის წარმომადგენელი. რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პარადოქსამდე მივყავართ, რომ თუ შენ მენდობი მე ასეთი ტიპის ექსპერტიზაზე, მაშინ რატო არ მენდობი მე სწავლების კომპონენტში. ასე ძალიან სასაცილო ჟღერს სიტყვა, რომ ტრადიციისკენ ვაბრუნებთ. მინდა შევახსენო, პატარა ეკოლოგებს კი ვეუბნები ხოლმე, რომ ეკოლოგია 90-იან წლებში არ იყო ცალკე დარგად კომუნისტების დროს, არ იყო ცალკე პროგრამა. თუმცა აქ ლაპარაკი რამე ტრადიციაზე და ასე შემდეგ ცოტა სასაცილოა. რაც შეეხება იმ პროგრამებს და შრომის ბაზარს, რომელიც ჩვენ ვლაპარაკობთ, თქვენ ტელევიზორიდანაც გაიგებთ, თუ კი ვინმე გადართო იმედზე ამ დებატებს უყურო, ბიოქიმია არის დარგი, მე თვითონ ბიოქიმიკოსი ვარ და შეიძლება ბევრი არ ვილაპარაკო, მაგრამ ამ უნივერსიტეტის ძირითადი დამსახურება ის, რომ მანამდე სანამ თამთავრობამ თქვა, რომ ბიოტეკი და ბიოქიმია გვჭირდება და ცალკე გამოყო კლასიფიკატორში, ამ უნივერსიტეტმა უკვე მიიღო მონაწილეობა დააფუძნა ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი და ძალიან დაგვეხმარა, რომ ეს მართლა ძალიან ძირებული დარგია და სულ უწევს უნივერსიტეტსაც ხან აპარატურით დახმარება და ხან ესე, მაგრამ ძალიან დიდი ინვესტიცია დადო იმისთვის, რომ ბიოქიმიაში შენ რო კონკურენტუნარიანი იყო და სტატია გამოაქვეყნო, ეს ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის. იმდენად აპარატურულად უკვე აღჭურვილია არა მხოლოდ დასავლეთი ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტები, არამედ უკვე ჩინური, თქვენ რომ ნახოთ ჩინელების პუბლიკაციები, ისეთი აპარატურა აქვს და ისეთი რეაქტივი და ჩვენი დარგები არის მაღალ ტექნოლოგიურია ბიოქიმია და შეიძლება ასეთი პატარა სინჯარა რაღაცა რეაქტივით 2-3 ღირდეს. და აი ამ ინვესტიციას ჩვენ დებთ სტუდენტებში. ყველა ჩვენი სამაგისტრო ნაშრომი, ფაკულტეტის ყველა პროგრამის არის ექსკლუზიური, შეიძლება ძალიან დიდი არ არის დისერტაციის ყება, მაგრამ ექსპერიმენტული კვლევაა. კვლევა და რამდენი შემოწმება, რამდენი ბრძოლაც არ გამოვიარეთ, არავის არ უთქვამს, რომ თქვენ ამ სტუდენტს არასწორად ასწავლით. კი, ჩვენ სწორად ვასწავლით, როგორ ხდება ეს მთელ მსოფლიოში და როგორ უნდა გააკეთოს მან. მოლეკულური ბიომეცნიერებები მიმართულება, მე მგონი მოლეკულური ბიოლოგიის აქტუალობაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი და იმაზე თუ რას აკეთებენ ამ პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოსთვის ძალიან რთულია. საერთოდ ამ დარგების მიბმა შრომის ბაზარზე ძალიან მაინტერესებს ვინ გააკეთა და როგორ გააკეთა. მსოფლიოში, სადაც 21 საუკუნეში არსებობს ბიოტეკ სტარტაპი. მაგალითად, როგორ უნდა დავთვალო სტარტაპერი დამჭირდება თუ არა, ხო? ანუ ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ეს არის ის დარგები, რომლებსაც მოაქვთ ინოვაციები. თუ კი რამეში ახლა ფული იხარჯება, ხო, სტუდენტებს ვეუბნები, რომ ადამიანმა როგორც კი გაათვითცნობია, რა ქალბატონ შემსწორებს თუ რომ ფსიქოლოგიის კუთხით სხვანაირად არის, ორი რაღაცა უნდა. თვითონ იყოს კარგად და ეს არის მედიცინა და ბიომედიცინა და ამასთან მიბმული ფარმაკოლოგია, ჯანდაცვა და რაღაცა და მეორე შეძლების დაგვარად მოკლას სხვა. ეს იქნება იარაღი, ბიოლოგიური იარაღი, მას მოკლავ მე წერებს მოკლავ ინსექტიციდს თუ ასე შემდეგ და ეს არის ორი უკვდავი ბიზნესი, რომელიც სამწუხაროდ არსად არ წასულა. ამიტომ ბიოტეკი და ბიოტეკის ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში ეს არის ის სფერო, რომელიც მოსწონს ეს რამე მთავრობას თუ არ მოსწონს, ის არის ყველაზე მოთხოვნადი. უბრალოდ ჩვენ თუ ამ დარგს ეხლა აი აქ ამოვძილყავთ, გამოვა რომ ეს ხალხი, ეს სტუდენტები, ეს ახალგაზრდა თანამშრომლები, ისინი სწავლენ საზღვარგარეთ ის რაც ხდება ახლა რუსეთში. ძალიან ბევრი რუსი ახალგაზრდა მკვლევარი წავიდა კალიფორნიაში და თქვენ რომ ნახოთ ბიოტეკ სტარტაპების რაოდენობა როგორ გაიზარდა იმის მერე რაც ისინი გავიდნენ, ნუ მარტო იმიტომ არა რა თქმა უნდა, მაგრამ
ეს არის რომ ჩვენი 21 საუკუნე არის ახალი იდეების წარმოქმნის საუკუნე. იმიტომ გული მწყდება იმაზე რომ ეხლა მივიდა ჩვენი უნივერსიტეტი მულტიპროფილურობიდან გამომდინარე იმ კონდიციამდე რომ ჩვენ შეგვიძლია ახალი იდეები დავაგენერიროთ. შეგვიძლია რაღაცა დარგები გავაკეთოთ მულტიდისციპლინური და მათ შორის აი საბუნებისმეტყველოს და მაგალითად სოციალური მეცნიერების მიჯნაზე და ასე შემდეგ და ეს იდეები უკვე გვაქვს. სტუდენტებს თუ ვინმე არის ჩვენი ბაკალავრები ბანაკებსაც ვცდილობთ რომ გავუკეთოთ არა ერთი დარგის, არამედ რამდენიმე დარგის სტუდენტი რომ იყოს ერთად რომ ეს აზროვნებაც ვასწავლოთ, იმიტომ რომ ამაშია მომავალი. ასეთ დროს შენ იცახი რომ მოლეკულური მეცნიერებები მე არ მჭირდება, ბიოქიმია მე არ მჭირდება, მე დიმაქ რომ ეს ვიღაცის შეცდომა როგორც გვეუბნებია, მაგრამ ნაკლებად მჯერ ამისი მაგრამ სამაგიეროდ ხო რაღაცა ასე თქვა ტრადიციებზე ვლაპარაკობთ. როგორ შეიძლება არ გინდოდეს შენი საკუთარი ქვეყნის განვითარება და ესე დარგებს გუდავდე და კლავდე და ხალხს რომელიც არის ლიდერი, რომელიც თანამშრომლობს გლაზგოს უნივერსიტეტთან, ლუნდის უნივერსიტეტთან, შვეიცარიულ ინსტიტუტებთან, ინგლისის ინსტიტუტთან უთხრა რომ არა შენ არასწავლო, მე ჩავთვალე რომ შენ არ გეკუთვნის ეს პროფილი. ეს არის დანაშაული მე ვთვლი ჩვენი ახალგაზრდების წინაშე, რომ ასეთი ტიპის ცოდნის და პოტენციალის ადამიანებს როცა ეუბნები რომ არ არის საჭირო სწავლებაში ჩართვა. ვაღიარებ რომ ძალიან ხშირად ვამბობ რა როლი აქვს უნივერსიტეტს ჩვენ დარგებში უმეტეს, ხო? იმიტომ რომ ადრე როგორ იყო იცი ბნელ ხშირად ვახსენებთ ამ 90-იანებს უნივერსიტეტში მოდიოდნენ, იმიტომ რომ სხვა ცოდნის წყარო შენ არ ქონდა. იყო ეს ლექტორი, იყო რაღაცა რუსულად ნასწავლი ჩემ შემთხვევაში სახელმძღვანელო ხშირად, რომელიც გვეზიზღებოდა ყველას, მაგრამ სხვა გზა არ იყო. 21 საუკუნეში, როდესაც ღია არის ონლაინ ლექციები, როდესაც ყველა წიგნი, ყველა სტატია, ყველაფერი არის ხელმისაწვდომი თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, რისთვის მოდის სტუდენტი უნივერსიტეტში? მოდის ჩვენი უნარებისთვის, მათ შორის ექსპერიმენტატორის უნარებისთვის და მოდის იმისთვის, რომ ჩვენ ვასწავლოთ მას აზროვნება, ინფორმაციის ფილტრაცია. რატომ ყავს ამდენი სტუდენტი, რომელსაც აქვს რაღაცა ამოწურვა, ასე თქვათ, გადაღლა, იმიტომ რომ დიდ ინფორმაციულ სტრესში ცხოვრობენ, ხო? ჩვენ თუ არ ვასწავლეთ სწორი ინფორმაციის ფილტრაცია, აზროვნება, როგორ უნდა გააკეთოს ანალიზი და ასე შემდეგ, ამისთვის მოდია და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ეს ყველაზე კარგად გამოგვდის. თუ ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ, მაშინ საერთოდ რატომ უნდა მოდიოდეს ადამიანი უნივერსიტეტში? თუ მას არ დახვდება ისეთი პროფესორი, რომელსაც ეს შეუძლია. მე თავის დროზე რო არ დამხვედროდა ჩემი ხელმძღვანელი დავით მიქელაძე, ვერაფერი ვერ გავხდებოდი, მარტო წიგნის წაკითხვით, ხო? ანუ თუ ადამიანს არ დახვდა და ხშირად ჩვენ მოდით ვაღიაროთ, ჩვენი სტუდენტებისთვის ვართ რაღაცა როლური მოდელებიც. ხშირად არის, რომ ეს სტუდენტი უყურებს და ფიქრობს, რომ აი ამ ჩემ ლექტორს თუ რაღაცა გამოუვიდა, მეც აუცილებლად გამომივიდა. ერთხელ ქალები მეცნიერებისთვის წელს ჩაგვიშხამეს ყველანაირად 11-ში და აი ვამბობდი ხოლმე, რომ ჩვენ დროსაც იყო რაღაცა გარკვეული ცუდი დამოკიდებულება გოგონა მეცნიერების მიმართ, მაგრამ ჩვენ შევძელით და ეს გადავალახეთ. ხო, გადავალ სხვა დარგებს მაინც რო არ დაგვეჩაგროს, ნეირომეცნიერება, რომლის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მათი აი ესეთი სოლიდარობა ძალიან მახარებს, დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება მათ შორის ფსიქოლოგებსაც. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული მოდის ჩვენთან და ამბობს, რომ აი სულ მაინტერესებდა, რომ ეს ზედაპირი, რომ ვიცი, როგორ მუშაობს ეს ქვემოთ, მინდა ვიცოთ. ამის გარეშე სახელმწიფო მართვაც შეუძლებელია. ადრე ნეიროფიზიოლოგია იყო დარგი, რომელიც აი ამ უსაფრთხოების სამსახურსაც ასწავლიდნენ, როგორ შეიძლება გაანალიზო ადამიანის ქცევა და ასეთ პროგრამაზე, რომელსაც ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული ყავს და რომელიც არის თუ ტრადიციებს ვამბობთ, ცნობილი აკადემიკოსის თენგიზ ონიანის საქმის გამგრძელებელი, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს მიმართულება და არ გვინდა. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ბიომედიცინაზე და მინდა გითხრათ, რომ რატომ არის ხშირად უყურებენ, რომ მედიცინა არის რაღაცა როგორ აგიხსნათ, განსხვავებული განათლება და ეს რაღაცა სხვა ხალხმა უნდა აკეთოს. არა, ამ უნივერსიტეტმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ
ბიომედიცინა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა მე სამწუხაროდ ჩვენ ახლოს ვართ ძალიან მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, მაგრამ სხვის პროგრამებზე ვერ ვილაპარაკებ. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი სიტყვა თქვას ამ დარგში. მარტო ის კი არა, რომ აი რაღაცა სტანდარტული guideline 6 წელი ისწავლე და რაღაც გამოდი, არა. ის ასწავლის აძალებს ხშირად ჩვენი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგს და ჩვენ ექიმებს, რომ უნდა იფიქრო, იმისთვის რომ იფიქრო, უნდა იცოდეს საფუძველი იმ პრობლემაზე, რასაც ფიქრობს. დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ, იმიტომ რომ მართლა ცდილობენ ძალიან კონსერვატულია სამედიცინო განათლება და ხშირად ეწინააღმდეგება მარტო საქართველოში კი არა, ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადაუხადო მაგისთვის, რომ ჩვენ ეს შევძელით, შევედით და ვცადეთ, რომ იქ დავნერგოთ ზუსტად ეს კვლევითი უნარები. ეს არის ჩვენი უნიკალური ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამა და ეს არის ჩვენი მედიცინის პროგრამა. კი, იქ ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს, არა ის თითოეული ქართველი, რომელიც სწავლობს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი იქნებიან ძალიან კარგი ახალი თაობის ექიმები, იმიტომ რომ ისინი სწავლობენ ნულიდან რისთვის უნდა იყო ექიმი. მარტო იმისთვის კი არა, რომ რაღაცა ფული მიიღო და წამალი გამოწერო, არამედ როგორ მუშაობს ორგანიზმი შიგნით და ამაში ძალიან დიდი დამსახურება. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი დრო წაგართვით, ასე ვიცახი, რომ არ ვიცი რა ვილაპარაკო და მე რო ვიწყებ ფაკულტეტზე და დარგზე ლაპარაკს, ძალიან გრძელი გამომდის და ბოდიშს გიხდით. ერთი რაც მინდა შევაჯამო, ჩვენმა გამოცდილებამ ამ 20 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი 18 წლის განმავლობაში მაჩვენა, რომ ადამიანს თუ აქვს სწორი ღირებულებები, თუ აქვს ის კვლევითი და ანალიტიკური უნარები, ის აუცილებლად შეძლებს, რომ შექმნას წარმატებული უნივერსიტეტი. ეს ჩვენ გამოგვივიდა ყველას ერთად სათითაოდ, არავინ არ თქვას, მე იმდენი ვისწავლე ამ უნივერსიტეტში კოლეგებისგან და იმდენი რაღაცა, აი ჩემი ფაკულტეტის ადმინისტრაციაც კი იმდენი რაღაცას მასწავლიდა, იმდენი რაღაცა ვისწავლეთ სტუდენტებისგან, იმდენი რაღაცა ვისწავლეთ ერთმანეთისაგან, რომ მე მჯერა, რომ ეს პოტენციალი არ უნდა დაიკარგოს. ეს უბრალოდ ნონსენსამდე არის მისული, როდესაც შენ 20 წლის მანძილზე უყურებ ასეთ სასწავლო წარმატებას, მათ შორის მე დღეს არ მილაპარაკია, დრო არა მაქვს, მაგრამ ფიზიკის და ასტრონომიის დარგში ჯერ მარტო გიოტინგენთან ყავს 3 დოქტორანტი და ძალიან დიდი წარმატება და ძალიან ბევრი ძალიან კარგი ახალგაზრდა გავზარდეთ ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ობსერვატორიისთვის და ასეთი პოტენციალი, ასეთი ექსპერტიზის, რომელსაც ბევრჯერ აღიარებ ყველაფერში, ენდობი სახელმწიფო კომისიებში, ენდობი მონიტორინგების გეგმებში, ენდობი რაღაცა კლინიკური პროტოკოლების შემუშავებაში, ყველაფერში ენდობი და უცებ ვცახი, რომ არა, მე ეს პოტენციალი არ მჭირდება და ამავე დროს ამ დოკუმენტს უწოდებ, რომ ეს არის რესურსების ოპტიმალური გამოყენება. რა ვიცი, მე ბიოლოგი ვარ და შეიძლება ჩემ დარგში სხვანაირად განიხილება ოპტიმალური გამოყენება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არ არის ოპტიმალური. პირიქით, ეს არის გაფლანგვა, აქამდე დახარჯული ჩვენი რესურსის, სახელმწიფოს რესურსი, უცხოელი კოლეგების რესურსის, ყველა იმ რესურსის, რაც ჩვენ ჩავდეთ, იმის გაფლანგვად ვთვლი მე, თუ კი ეს ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ახლა არის. თუმცა მე ისევ და ისევ ვუბრუნდები იმას, პროფესიონალიზმი უნდა ამ ქვეყანაში ფასობდეს. ყველა თითოეულ დარგში, რასაც თქვენ აირჩევთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მეშინია არსად წასვლის და არაფრის თქმის, არასოდეს არ ყოფილა რაღაცა კორექტულად მინდა ვთქვა, მაგრამ აი რაღაცა პარტიული ხაზით რაღაცის მოსარგებლი არც ერთი მთავრობის დროს და მე მაქვს ჩემი პროფესიული რეპუტაცია და ალბათ იმიტომ უფრო მიადვილდება ბევრი რაღაცის თქმა. ხო, აი ეს პროფესიული რეპუტაცია შეინარჩუნოთ, მაქსიმალურად თქვით, ეს ქვეყანა არის ჩვენი აღსადგენი. თუნდაც ეხლა რომ ეს რაღაცა არ მიდის ისე როგორ ჩვენ გონია ჩვენ უკვე ვიცით და გვაქვს ის პოტენციალი რომ ეს ქვეყანა აღვადგინოთ და დავაბრუნოთ და რისთვისაც ეს გოგონა იბრძოდა ის არ დაუკარგოთ ჩვენ ახალ თაობას. ბოდიში კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა.
გამარჯობა, მე ვარ დავით ჩვენირაძე, მესამე კურსის სტუდენტი. ზოგადად რაღაცა დიდხნიანი ლაპარაკი ალბათ არ გამომივა, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტში უფრო ლექციის მოსმენა მევალება ხოლმე, ვიდრე ჩატარება, ამიტომაც რაღაცა უბრალოდ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. დღეს 105 წელი გავიდა მარო მაყაშვილის დაღუპვიდან და რაღაცა ჩვენ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ჩამოყალიბებული მარო მაყაშვილი. ერთი წლის წინ, თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ რაღაც ღონისძიებას გეგმავდით მარო მაყაშვილის სახელზე და მაშინ წავიკითხე პირველად მარო მაყაშვილის დღიურები. მანამდე რაღაც წარმოდგენა ცოტა სხვანაირი მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ხვდები, რომ აი როგორც რაღაც რიგითი სტუდენტი, რიგითი რაღაცა ახალგაზრდა ადამიანი ისე წერდა. და წერდა იმაზე, რომ უნდოდა წარჩინებული მოსწავლე იყო. ყოველთვის ამას ამბობდა და ამით ამაყობდა ხოლმე, რომ აი რაღაცა როგორ ვამაყობ ჩემ მშობლებს, იამაყებენ ჩემით, იმიტომ რომ ვარ რაღაცა წარმატებული სტუდენტი და როგორ უნდოდა წასულიყო პარიზში, წასულიყო იტალიაში, იმისთვის რომ რაღაც განათლება მიეღო და მე დაბრუნებულიყო და ქვეყნისთვის მოეხმარა თავისი ცოდნა. და რაღაცა აი ეგ მახსოვს ყოველთვის, რომ აი იგივე ოცნებები ქონდა, იგივე გამოწვევები ქონდა, რაც ჩვენ შეიძლება დღეს გქონდეს, მაგრამ რომ არა მარო მაყაშვილი შეიძლება აი ეს გამოწვევები დღეს არ ქონოდა და მაგიტომ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, უნდა გვახსოვდეს ჩემი აზრით, რას შეეწირა, რამ იმსხვერპლა, რუსულმა ტყვიამ, რუსულმა ყუმბარამ იმსხვერპლა მარო მაყაშვილი და ყოველთვის ეს ხდება ხოლმე, როდესაც ვინმე წარჩინებული, განათლებული ქართველი გამოშება ხოლმე, ძალიან ხშირად რუსული ტყვია იმსხვრელებს ხოლმე. მინდა ასევე რაღაცა შევეხო, ახლა უკვე ცოტა აქეთ გადმოვიდე, მაგრამ მნიშვნელოვანი აი მას შემდეგ რაც წითელი არმია შემოვიდა აქ, როგორი იყო ქართველების დამოუკიდებლობა მაინც. ანუ ის რომ რაღაცა დამოუკიდებელი რესპუბლიკა ჰქონდა, ეს არ იყო რაღაცა აი არ იყო რაღაც შეცდომა, იყო იმის გამოძახილი, რასაც ხალხი გრძნობდა ქვეყანაში და რითვისაც ამდენი ხანი იბრძოდა. მას შემდეგ რაც აი ეს მომენტი მახსოვს ყოველთვის ისტორიიდან, რომ უკვე 22 წელს, როდესაც უკვე დაპყრობილი ყავდით საქართველო, სტალინი ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ რაღაცა ბოლოს დაეხედა ჩვენთვის, ანუ რაღაცა აი შურის ძიების მომენტი ქონდა ყოველთვის და დაეხედა და ეთქვა, რომ აი ეს შევძელი რა, აი ეს გაგიკეთეთ. და იმ დროს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა და რუსულად გამოდიოდა სიტყვით, ისიდორე რამიშვილი ადგა და უთხრა, რომ მან წყაროები ბევრი წყარო სხვადასხვანაირად ყვება, მაგრამ შინაარსი ეს არის, რომ ამოვიდა და უთხრა, რომ ქართულად გველაპარაკეო. თუ რაიმეს თავი გაქვს, მოდი და ქართულად მელაპარაკეო. ყველა გიცნობთ აქო და მოდი და ქართულად ილაპარაკეო და აი ეს აი ისიდორე რამიშვილის, მარო მაყაშვილის ნაირი ადამიანები არიან ხოლმე, ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცა რომლის არსებობითაც დღეს ჩვენ ვარსებობთ. ახლა მინდა ცოტა ახლა გადმოვიდე და აი ჩემ თავზე მოგიყვეთ ცოტა, მოგიყვეთ ჩემთვის რა არის ილიაონი და რა გამოცდილება მქონია სწავლის დარგში. პირველი წელი ჩემი სწავლის არ იყო საქართველოში, იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში ვსწავლობდი და აი ახლა უკვე შემიძლია შევადარო როგორი იყო სწავლა იქ და როგორია აქ. იქ ერთი ის რომ უნივერსიტეტი რო სრულიად ავტონომიური იყო, მაგაზე აღარც გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ უნივერსიტეტი თავაწყვეტ და ყველაფერს. მეორე რაც ყველაზე აი ნათელი იყო ჩემთვის, როდესაც უყურებდი ტელევიზორში, ტელეფონში უყურებდი აი TSEUS-თან, მაგალითად, როდესაც სტუდენტებს უნდათ შესვლა უნივერსიტეტში დალაპარაკება რექტორთან და იქ დაცვის წევრები დახვდნენ, 10-ობით დაცვის წევრი იყო და არუშვებდნენ უნივერსიტეტში სტუდენტებს. სტუდენტებს არუშვებდნენ უნივერსიტეტში. ეს იყო ჩემთვის ძალიან სიგიჟე. აქ ახლა ჩეხეთში რო ვიყავი, დაცვის თანამშრომელი თვალით მყავდა მარტო ერთხელ ნანახი. ისიც როდესაც შედიოდი ჭიშკარში, იქ იჯდა უბრალოდ რომ მანქანას თუ დაჭირდებოდა, მანქანისთვის კარი გაეღო და всё, ეგ იყო. ანუ აი დაცვის თანამშრომელი როგორ გამოიყურებოდა, საერთოდ არც უსწრებით უნივერსიტეტში არც გჭირდებოდა, რავი, რისთვის უნდა დაგჭირებოდა დაცვა, რომ უნივერსიტეტში არ შევეშვი სტუდენტები, აი ამის გააზრებაც კი წარმოუდგენელი იყო და იქაც ვერ ვიტყვი რომ პროტესტი არ იყო რაღაცებზე. ანუ შეიძლება არ იყო ისეთ საკითხებზე, როგორზეც დღეს ჩვენთან არის. იყო აი რაც იქ გატარებული ეს წლის განმავლობაში მახსოვს ორი პროტესტი იყო სტუდენტების, ერთი იყო პალესტინის მხარდამჭერი პროტესტი და მეორე იყო აი ძალიან მინდა ხოლმე ეგ თემებზე რომ დარდის საშუალება ჩვენს გქონდეს. ფერმებში ერთი მაღაზიათი ქსელი იყო ალბერტის ქსელებში, ფერმებში როგორც ვთქვათ ექცეოდნენ ქათმებს. აი ეგ იყო თემა და აი ამ თემაზე ძალიან ერგულობდნენ ეს სტუდენტები. და აი
ოღონდ აი უნივერსიტეტში როგორ ხდებოდა ამ პროტესტის გავრცელება იყო აი ეგრე აი ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლა რო გჭირდება მაგ აქციას ვერ გავრცელებ ისე უნივერსიტეტებში დღეს როგორც ივრცელდებოდა ქაცვის ხარდაჭერი აქციები იყო რომ ფლაიერები იყო მოდებული მთლიან უნივერსიტეტს ყველა ენაზე და რომ მივდიოდით დაინტერესებული ახალგაზრდები გვიხსნიდნენ რომ რამდენად ცუდი იყო რომ აი მართლა ცუდია მეც მაწუხებს ექთება მართლა ცუდია რომ ფერმერებს უად ექცევიან ქაცმებს მაგრამ აი ხარდაჭერა ადმინისტრაციის აი დაცვა ხო საერთოდ აი არ ვიცი არსად არ ჩანდა და სტუდენტებს ესე გველაპარაკებოდნენ ძალიან ხშირად შემდეგ მიზეზების გამო გადავწყვიტე რომ დაბრუნებულიყავი საქართველოში და აი გავიკითხე მეგობრებში ჩემი და რომელიც აქ დგას ძალიან კარგი პროპაგანდას ეწეოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტომ რომ სტუდენტი იყო მაშინაც აქ ახლა სტუდენტია ილიონის და აი ძალიან ხშირად მეუბნებოდათ რომ რამდენად კარგი უნივერსიტეტი იყო რამდენად კარგი პროგრამები იყო და ალბათ ყველაზე დიდი გავლენაც შემადამ მოახდინა აქ ჩაბარებას მე უკვე აი რავი ჩემთვის მართლა სახლივით გახდა და ხშირად აი როცა ერთმანეთს ვლაპარაკობთ აი სახლის აი ოჯახის წევრზე როგორც ვლაპარაკებ ხოლმე ისე ვლაპარაკობთ ხოლმე ერთმანეთზე რა აი ლიგამუსში ვინც არ არის ნამყოფი იმას რთულია ხოლმე აუხსნა რა არის უნივერსიტეტი რა არის ხოლმე ლიგამუსი რო შედიხარ და ყველა შენიანი როა და რო უყურებ და ხვდები რომ აი ერთად ემზადებით რაღაცებისთვის რაღაცებს ერთად აკეთებთ აი მაგალითად აი ზაზა ვისაც არ უნახავს და ზაზა ვისთვისაც არ უჩხუბია ზაზას ვერ მივხვდებით ხოლმე რა არის რა ეს უნივერსიტეტი აი აქ ვინც ვართ ყველამ ვიცით ვინ არის ზაზა როგორ გვიყვარს ზაზა და აი ამის გარეშე ზაზას გარეშე ლიგამუსის გარეშე ილიონი ვიცით რომ არის არსებობს და აი ზუსტად აი ესეთ პატარა რაღაცებს ეს პატარა ოჯახში შეგრძნებებს გვინგრევს ეს დეფორმა ვიცით რომ აი ამ დეფორმით შემდეგ შეიძლება ფორმალურად რაღაცას ერქვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია აი ეს ერთმანეთის შეგრძნება ის რომ აი ერთი ოჯახი ვართ ერთად ვართ ხშირად არის ხოლმე ის კითხვა რომ აი ახლაც შეიძლება იყოს სტუდენტები რას აკეთებენ ხო ამაზე არის ორი პასუხი ერთი არის რომ სტუდენტები მუშაობენ ანუ ხშირად ვერ ვიაზრებთ იმას რომ სტუდენტს რა რთული ცხოვრება შეიძლება ქონდეს დღევანდელ საქართველოში სტუდენტი რომელიც რეგიონებიდან არის ჩამოსული რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი რომელიც ქირით ცხოვრობს და ეს ქირას თვითონ უნდა დაიფინანსოს უწევს ხოლმე რომ იმუშაოს არა მარტო იმუშაოს ერთ ადგილას იმუშაოს ორ ადგილას იმუშაოს ორ ადგილას და დრო არ რჩება მას არც საკუთარი ოჯახისთვის არც საკუთარი თავისთვის არც პროტესტისთვის და ხშირად სამწუხაროდ არც უნივერსიტეტისთვის ცხოვრობენ იმისთვის რომ რაღაცა თავი გადაირჩნონ და იარსებონ რთულია ის რომ მუშაობა უწევთ ხოლმე ისეთ ადგილებში სადაც მათი ოცნების სამუშაო ადგილი არ არის როდესაც იმას აკეთებ, რაც გულით გიყვარს, შეიძლება ამ სამსახურმა არ დაგალოს ისე ძალიან. მაგრამ რო გიწევს მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც ბოლომდე ენერგიისგან იცლები, 24/7-ზე გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია, რომელიც ხშირად სასიამოვნო არ არის. გიწევს ღამის წლებში მუშაობა. ამ სტუდენტს უწევს მერე რომ კიდე გამოცებისთვის მოემზადოს და კიდე მერე უწევს რომ უნივერსიტეტი დაიცვას. ხშირად უნდა გვესმოდეს რომ ეს მარტივი არ არის. განსაკუთრებით დარდადების პერიოდში, როდესაც სტუდენტი წასულია რეგიონებში და ხშირად ბებია ბაბუა ავატყავს, ხშირად რაღაცა პრობლემებია ოჯახში, ხო? უნდა გვესმოდეს ეს ყველაფერი. ანუ ეს არ ამბობ იმას, რომ ეს სტუდენტები, ამ სტუდენტებმა არ უნდა დაიცვან უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა ქნან და დარწმუნებული ვარ რომ მიზამენ. რომ ამ სტუდენტებს უნდა გავუგოთ და გაგებით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. და არ უნდა დავამუნათოთ. ეს სტუდენტები არიან ჩვენიანები და დღეს ახლა 17000 ადამიანი სწავლობს, 17000 სტუდენტი სწავლობს ჩვენ უნივერსიტეტში დაახლოებით. შანსი არ არის ერთი სტუდენტი მაინც მითხრათ, რომელსაც ეს დეფორმა არ შეაწუხებს, ანუ აი რაღაცა დისკომფორტს არ შეუქმნის. აი ყველას 17000 ადამიანს ვიცით, 17000 სტუდენტს, რომ რაღაცა დისკომფორტი შეექმნება ამით, რაღაც არ მოეწონებათ. აქედან გამოსავალი არის ის, რომ ამ სტუდენტებს დავანახოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ უნივერსიტეტისთვის. აწუხებთ და რისი გაკეთება შეუძლიათ. იმის ნაცვლად რომ ახლა უთხრა რომ აი შენ ცუდი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ამდენი პრობლემა გაქვს და ახლა დღეს ჩემ გვერდით არ დგახარ, ის უნდა უთხრათ რომ კი ამდენი პრობლემა გაქვს, ამ პრობლემის აქვს თავისი ბაზისი და მოდი ახლა შენ შეიძლება რაღაცა მთელი დღე არ იდგე ჩემ გვერდით, მაგრამ რაც ერთი პოსტი დადო მაგალითად. რაღაცა დაწერო და მაგით დამეხმარო. აი რაღაცა საერთო საქმე მოდი ერთად გავინაწილოთ და ერთად ვაკეთოთ. საბოლოოდ შედეგს გამოიღებთ ეს ყველაფერი. იმის ნაცვლად რომ ეს ადამიანები საერთოდ გამოვთიშოთ ყველაფერს. რაც შეიძლება მეტი უნდა მოვიზიდოთ იმით, რომ ავუხსნათ რისი კეთება შეუძლიათ. ამაში მგონია მე გამოსავალი. სწორედ ამიტომ, როცა ასე ვფიქრობდით, შევიკრიბეთ სტუდენტები უნივერსიტეტში, ვრცელდებოდა
ინფორმაცია იმაზე ჯგუფებში, ალბათ სტუდენტები ვინც ხართ აქ უმეტესობა ნახავდით, რომ გქონდა შეხვედრები და შევიკრიბეთ ათეულობით სტუდენტი, რომლებმაც გადაწყვიტეთ, რომ აი ეს ორგანიზებულობა შევიმუშავოთ. ხო და გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი გამოვა, იმედი კი არა, მოტივაცია დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაცებს სწორად გავაკეთებ, აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ რაღაცა აი არ მჯერა იმის, რომ ვიღაცა რაღაცას ბოლომდე ეცა და ბოლომდე ამ იდეის გამო დაიხარჯა და რაღაც არ გამოვიდა. ეგეთი რაღაცა არ მახსენდება საერთოდ. მათ შორის აი ილია ჭავჭავაძესაც აი რაღაც აი ეგ სიტყვები მაგიტომ მიყვარს ხოლმე განსაკუთრებით, რომ ჩემო კარგო ქვეყანა მომავალი ჩვენი ეს შემოკლებით ვამბობთ ხოლმე, რაღაცა ის დედა აზრი რო იყოს დარჩენილი. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რაღაცა თითქოს შეიძლება თავის ცხოვრებაში ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს. მაგრამ დღესაც ვიცით რომ აქ არსებობს დამოუკიდებელი საქართველო არსებობს. ილია ჭავჭავაძის გარეშე ეს დამოუკიდებელი საქართველო არ არსებობდა. და ილია ჭავჭავაძე რომელიც მომავალზე საუბრობდა, აი ახლა აქ დღეს და აქ დგას. დღეს და ამდენჯერ გამოვიდა და ამდენჯერ დადგა. ილია ლაპარაკობდა იმაზე, რომ ის მომავალი, რომელიც თავად შექმნა, ერთმა ადამიანმა შექმნა, ერთმა პიროვნებამ, ჯობია რომ აი ეს კარგია რომ გავიაზროთ. ეს გვჭირდება რომ გავიაზროთ, ერთმა ადამიანმა შეძლო ეს. კი, სხვები დაეხმარეს, სხვები აიყოლია, მაგრამ თვითონ წარმოიშვა თავის თავში ეს იდეა და თვითონ განახორციელა. ამიტომ აი რაღაცა გონია რომ ხანდახან აი სტუდენტები დაძაბულები ვართ ხოლმე რაღაცა რომ აი გვახსოვს აი დამარცხებები გვახსოვს, წაგებული ომები გვახსოვს, მაგრამ რაც ეგეთი გამოთქმა რომ ყველაზე ბედნიერი ცხოველი ის რომელია? ოქროს თევზი, იმიტომ რომ სამწამიანი მეხსიერება აქვს. დაივიწყეთ ეგ რა, დაივიწყეთ რომ რაღაცები არ გამოგცვლია, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცოდეთ, ვისწავლეთ, არა უშავს, ფსიოს სწავლობთ ახლა კიდე. ვისწავლით კიდე დაუშვებს ეს ზომებს, არა უშავს, მაგრამ თუ მოვინდომებთ, თუ მართლა მოვინდომებთ, ვიცი რომ რაღაცების გამოსვლა შეგვიძლია. შანსი არ არის დამისახოთ ისეთი ადამიანი, რომელმაც მართლა ცადა რაღაცა, ჯგუფი მით უმეტეს. აი დღეს ვიცით რომ აი რაც შევავსეთ ახლა რეგისტრაცია გავიარეთ, რაღაცა რამდენი სტუდენტი შევგროვით, ვართ დაახლოებით 100 სტუდენტი, 100 ადამიანი, რომელიც ერთნაირად ფიქრობს და შანსი არ არის ამას ადამიანს რაღაცა არ გამოგვივიდეს თუ მართლა მოვინდომებთ. და უნივერსიტეტის წარქმევაზე მეც ვერაფერს გაგვიკეთებენ, ამაზე უარის მართლა ვერაფერს გაგვიკეთებენ. ხო და მოდი აი მაგას გეუბნებით რომ საერთოდ აი ხშირად აი მოცემულობად მოვიღებთ იმას რომ უნივერსიტეტს გვიუქმებენ. მოცემულობად კი არა, აი გამოწვევად მივიღოთ რა, გვიუქმებენ და ვის გვიბედავენ, ვის გვიუქმებენ რა, ჩვენ გვიუქმებენ. ანუ აი ამდენი სტუდენტი ვართ, ამხელა ენერგია გვაქვს, აი რაცა ძმაკაცებში ხორდაგვილებია, მეგობრებში ხორდაგვილებია, ხო ვიცი რომ აი რამდენი ენერგია შეგვიძლია დავხარჯოთ რა. აი რაც კონცერტებზე ერთად დავდივართ, რა ზოგი კლუბში და ზოგი აი ენერგია გვაქვს და მოდი ეს ენერგია ვაჩვენოთ აქ, ამათ ვაჩვენოთ ვის ებრძვიან. ვაჩვენოთ რომ აი ჩვენ ვართ და მოდი აბა დაგვიდექით. და ვიცით რომ ვერ იზავენ ამ ყველაფერს. ხო და ჭირდება მუხტი და ეს მუხტი ვიცი რომ გვაქვს, აი მართლა გვაქვს, შინაგანად გვაქვს ეგ მუხტი. რაც ახალგაზრდები ვართ, ვიღაცა ის ხო არა ვართო ცხოვრება გავიარეთ, ახლა ვიწყებთ ამ ცხოვრებას რა. და ახლა თუ ვიწყებთ ხო, მოდით და დავიწყოთ მართლა. ერთად დავდგებით ერთად და ერთად დავიცავთ ამ უნივერსიტეტს. ეგ მუხტი გჭირდება. ეგ არის. ამას ერთად მივაღწევთ. შეძახილი გქონდა მარშზე და მოდი ამ შეძახილი დავასრულებთ. დაიცავი განათლებას ვიტყვი მე და მომავალი ჩვენი ეს ბოლო ხმაზე იტყვით ყველა. გასაგებია? ორჯერ გამეორდება ეს. ორი შანსი გაქვთ. დაიცავი განათლება. დაიცავი განათლება. კარგები ხართ.